Такой же сервис. ბათუმი ქართულ ევროპული ურთიერთობების ამსახველ გამოფენას მასპინძლობს ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები, ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები. გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა. ეს სულ სხვა სამყაროა, უფრო მშვიდი ხალხი, უფრო წითელი ღვინო და უფრო მაღალი მთები. ეს კნუთ ჰამსუნის ნანახის ზღაპრული ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ცნობილი ევროპელების საქართველოში და ქართველები, რომლებსაც ქვეყნის სახელი და საკუთარი შემოქმედება საუკუნეების წინაც კი საზღვრებს გარეთ გahkონდათ. ისტორიული მასალების გამოფენა ბათუმში შედგა. გალაქტიონ ტაბიძე, ვაჟა ფშაველა, სულხან საბაურბელიანი, ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებდნენ, გამოფენის სტენდებზე საპატიო ადგილას მოხვდნენ. ისტორიული მასალები ქართულ-ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივ და საინტერესო ისტორიას ასახავს. გამოფენის მიზანია საქართველოს საზოგადოებას ამჯერად ბათუმში, ქალაქ ბათუმში დაათვალიერებინოს ის მასალები, რომელიც ასახავს ევროპული ღირებულებების შემოსვლის პროცესს საქართველოში და ქართველების ტოლვას ევროპული საზოგადოებისკენ. ჩვენ გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველო მართალია გეოგრაფიულად შეიძლება ევროპის უკიდურესი წერტილია რაღაც აზრით, მაგრამ თავისი კულტურით, ცხოვრების წესით და თავისი ასე ვთქვათ ტოლვით გახლავთ ევროპული სახელმწიფო. საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაცია ევროპაში და ის კულტურული კაპიტალი, რომელიც ქვეყანას წლების განმავლობაში დაუგროვდა. ორგანიზატორებმა მასალის სიმრავლიდან გამომდინარე გამოფენა ბლოკებად დაყვეს. სასიყვარულო ისტორიები, სამხედრო თემატიკა, ფილოსოფია, ქართველი ქალების როლი ევროპულ ცხოვრებაში, ყოველთვის ცნობილი, მაგრამ მივიწყებული ისტორიების გახსენების საშუალება დღეს დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ მიეცათ. ქალები, რომლებიც მოდელებად მუშაობდნენ ევროპაში და ძალიან ისე თავი დაამახსოვრეს ევროპას და ასევე სასიყვარულო ისტორიები, რომლებზეც ალბათ დღევანდელმა ქართულმა საზოგადოებმაც კი, ალბათ იციან და გაუგონიათ, მაგრამ რატომ მოხდა ეს ქორწინებები ან რისთვის, ალბათ ეს ძალიან ბევრისთვის უცნობია და აი ახლა წამოტივტივდა. ეხლა რაც შეეხება ეს ჩვენ გამოფენა დავყავით ბლოკებად, რომ საინტერესო ყოფილიყო. იყო მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, იყო სამხედრო საქმე, იყო ტექნიკური საქმე, იყო ქალები, სასიყვარულო ისტორიები და ასე შემდეგ, ფილოსოფია რა თქმა უნდა და მეცნიერება. ევროპა მე-19 საუკუნის ქართულ მედიაში, ქართულ ლიტერატურაში, ინფორმაციის ევროპული წყაროები და სად არის საქართველო. ეს ის თემებია, რომლებზეც სტუმრებმა და ორგანიზატორებმა გამოფენის პარალელურად საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს. საკონფერენციო მასალების მომზადებას წინ ხანგრძლივი სამუშაო პროცესი უძღვოდა. გამოფენის ძირითადი მიზანი და თემა არის, ასე ვთქვათ, ევროპა და საქართველო. ევროპული წიგნები საქართველოში, ქართული წიგნები ევროპაში. და ეს გამოფენა ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველო არის ნამდვილად ევროპის ნაწილი. ასეთი გამოფენა, მინდა გითხრათ, გასულ წელსაც მოეწყო 2011 წელს ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომელსაც უდიდესი საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის სახელწოდებით ევროპული წიგნი საქართველო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა წლების განმავლობაში მოძიებული ინფორმაციული და ისტორიული ფოტომასალა ნახოს.